პარლამენტში ხმაურთან დაკავშირებულ საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობენ. საუბარია ცვლილებებზე, რომელთა განხორციელება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იგეგმება. ცვლილებების ინიციატორთა განცხადებით, კანონმდებლობის შემუშავება ევროპული სტანდარტების დაცვით უნდა მოხდეს. ბიზნესის წარმომადგენლები კი გამოდიან წინადადებით, რომ გამოიყოს რაიონები, სადაც ხმაურის დასაშვები ნორმა სხვა ტერიტორიებისგან შედარებით მაღალი იქნება. რეგულაციების დაწესების საჭიროებაზე საუბრობენ მართლ გუნდშიც. რეგულაციას საჭიროებს, მე ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ დაურეგულირებელია აბსოლუტურად ეს სივრცე. იმიტომ რომ გასაგებია ბიზნესის ინტერესები, გასაგებია ის, რომ თქვათ არსებობს ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის მათ წარმომადგენლების მხრიდან გარკვეული ინტერესები, მაგრამ არსებობს მოსახლეობის ინტერესებიც, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით ვერ იძინებს იმის გამო, რომ ეს ხმაური და ზოგადად განსაკუთრებით ბარესტორნებიდან მომდინარე ხმაური ძირითადად დისკომფორტული არის მოსახლეობისთვის. ამიტომ მე ვფიქრობ, ეს დასარეგულირებელი სფეროა. შეზღუდვას გამკაცრებას მე ამ ტერმინებს შეგნებოდა არ გამოვიყენებ, რეგულაცია საჭირო, დღეს არ რეგულირდება იმგვარად, რომ თქვა ეს პრობლემა არ არსებობდეს და ეს კანონის პროექტი უბრალოდ რომელიც შემუშავებულია უმრავლესობის ფარგლებში, ითვალისწინებს რეგულაციის დაწესებას ამ საკითხთან დაკავშირებით. რეგულაციების დაწესების საჭიროებაზე საუბრობენ საპარლამენტო უმცირესობაშიც, თუმცა დასცენენ, რომ ინიცირებამ ბიზნესის სექტორზე უარყოფითად არ უნდა იმოქმედოს. კანონპროექტი არის სწორი, ოღონდ ამას უნდა ზომიერების დაცვა, რომ არ დაზარალდეს არც ბიზნესი და არც ასე ვთქვათ ადამიანები იყოს შეწუხებული, თუმცა ბუნებრივია რაღაც რეგულირება ამ სფეროში აუცილებელია. რეგულაციების გამკაცრებით ბიზნესის სექტორზე უარყოფით შედეგებს გამორიცხავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. საზაგაბუნია აცხადებს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი სრულიად პასუხობს საჭირო გამოწვევებს. ბიზნესმენები ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მათ ესეთი რამ თქვან, მაგრამ პარლამენტი ამოდის საზოგადოებრივი ინტერესებიდან. ხალხის ინტერესებიდან, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბიზნესიც ხალხია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ იმ ადამიანებზე, რომელიც განსაკუთრებით იმ ნაწილში, ქალაქების იმ ნაწილში, სადაც მრავლად არის ამ ტიპის ინფრასტრუქტურა, რესტორნები, ბარები, მუდმივად გამოთქვამენ წუხეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან მათ შორის. საკითხია ვერ გადაწყვეტს საკითხს ადგილობრივი ხელისუფლება, ხო, მერია და გამგებლობის საკითხი უნდა გადაწყვეტს პარლამენტი. ამიტომ მე ვფიქრობ, ვერსია, რომელიც არის შემუშავებული კანონპროექტის სახით, ძალიან კარგად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს. ხმაურის კონტროლზე, როგორც გარემოს დაბინძურების პრევენციის საჭიროებაზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე. გიორგი სანტურიანი დასცენს, რომ აქამდე არსებული რედაქცია რაიმე ეფექტურ მარეგულირებელს არ შეიცავს. როდესაც საუბარია აქამდე არსებულ რედაქციაზე, სხვადასხვა ამგვარი ინიციატივა დარეგისტრირებული იყო წინა წელსაც, მაგრამ კანონპროექტის ავტორმა ის უკან გაიწვია. შესაბამისად, რაიმე ეფექტური მარეგულირებელი აღნიშნული საკითხისა ჯერჯერობით არ არის. მნიშვნელოვანია, რომ გარემო იყოს ნაკლებად დაბინძურებული. ამ მხრივ ხმაური არის გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი წყარო, თავის მხრივ კიდევ ყველას აქვს უფლება პატივისცემ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას. როდესაც ადგილი აქვს თუნდაც ხმაურის მეშვეობით გარემოს დაბინძურებას, წარმოიშვება ზემოაღნიშნული უფლების დაცვის საკითხი, ხოლო რაც შეეხება დარღვევას ადგილი აქვს მაშინაც, როდესაც საჯარო ორგანოების მხრიდან ხდება გარემოს დაბინძურება და ასევე მაშინაც, როდესაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს კერძო სექტორის რეგულირებას. შესაბამისად, ამ საკითხის მარეგულირებელი ნორმების დაწესება, რომელიც ეფექტურად უზრუნველყოფს პრობლემის მოგვარებას და გადაჭრას, მნიშვნელოვანია და შესაძლოა გააუმჯობესოს ზემოაღნიშნული უფლების დაცვის საკითხი. ხმაურის შესახებ რეგულაციების დაწესების საჭიროებაზე საუბრობენ მოქალაქეები და მაგალითად უცხოური ქვეყნების პრაქტიკა მოჰყავთ. ცივილურ ქვეყნებში ტარდება ამაზე სპეციალური ღონისძიებები, როგორც საკანონმდებლო აქტების გამოშვება, სხვა ღონისძიებები, რომ რა შეიძლება შეიზღუდოს ხმაური. უბრალოდ არის ქუჩები ცივილიზურ ქვეყნებში, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიურია, რომ საცხოვრებელ ბინებს არის სპეციალური ხმის დამახშობელი კედლებიც კი კეთდება. ამიტომ ალბათ უპრიანია და ცოტა ადრეს უნდა მიექციათ მეტი ყურადღება ხმაურთან დაკავშირებით. თუ ახლა გამოდმებული ხმაური და რაღაც არის, ეს არა მარტო საქმეზე ეშლება ხელი და რაღაცა ჯანმრთელობასაც არყევს საერთოდ. ფსიქიკაში არყევს ადამიანებს ფსიქიკას. და ესეც უნდა იქნეს დარეგულირებული ისე რომ
ხელისარ შეუშალო ვიღაცას და არც ამას შეუშალო და არც იმას აი ესეთი რაღაცა უნდა გაკეთდეს და არის ნახონ უცხოეთის ქვეყნების გამოცდილება როგორ არის ახლა ჩვენ ყველაფერს ვერ გავაჩერებთ ვერც საკონცერტო დარბაზებს გავაჩერებთ და ვერც რესტორნებს და ვერც იმას მაგრამ არის ერთი მაგრამ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან ამაზეა ლაპარაკი სახელმწიფო უნდა იფიქროს ორივე ხელით მარჯვნივ და მარცხნივ აი ვისაც ვაწუხებთ ხმაურით იმაზეც უნდა იფიქრო და ვისაც ის რესტორანი აქვს თუ რაღაცა აქვს სადაც ხმაურია იმაზეც უნდა ვიფიქროთ. ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა მსგავსო საქციელი როცა ისეთ რამეს ჩადის პიროვნება რომელიც სხვას აზიანებს თუ ყოველ შემთხვევაში უთხოვს რაღაც ამბავს სწორი იქნება. ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით უნდა მოხდეს დილის და საღამოს საათების განსაზღვრა. დღის საათებში გადაჭარბებულ ხმაურზე კანონპროექტი ფიზიკურ პირს 150 ლარით, იურიდიულ პირს კი 500 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. საღამოს საათებში კი ფიზიკურ პირს 300 ლარი, ხოლო იურიდიულ პირს 1000 ლარი დაეკისრება. კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში საჯარიმო სანქციებიც გაიზრდება.